გერმანულმა ენერგეტიკულმა ბიზნესმა აღიარა ის, რაზეც პოლიტიკოსები არ ლაპარაკობენ. ჩრდილოეთ ნაკადებს ჯერ კიდევ შეუძლიათ მუშაობა მათზე უარის თქმა კი კატასტროფაა გერმანიისთვის. ევროპაიპის მმართველმა დირექტორმა გააკრიტიკა მწვანე დღის წესრიგი და შეახსენა ყველას, რომ რუსეთთან პრაგმატული თანამშრომლობის გარეშე ევროპის წარმოება ვერ იარსებებს. ომს ევროპა სამთვესაც ვერ გაუძლებს, რადგან საწვავის პრობლემა აქვს. ამის შესახებ გერმანულ არხს ინტერვიუში განუცხადა სამხედრო კონცერნის რეინმენტალის ტოპ-მენეჯერმა შენა ბრიცენმა. ევროპაში დაახლოებით 60 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ესაა ჩვენი საწვავის მარაგის საფუძველი. ჩვენი მარაგი მხოლოდ სამთვეს ეყოფა ომის შემთხვევაში. შემდეგ საწყობები დაიცლება, ამბობს ბრიცენი. მისი თქმით, რეზერვების ამოწურვის შემდეგ არმიებს შეექმნებათ საწვავის პრობლემა ტექნიკისთვის, რაც საფრთხეს შეუქმნის მთელი კონტინენტის თავდაცვის უნარიანობას. პრობლემა დაკავშირებულია ნავთობის გადამუშავების შეზღუდულ შესაძლებლობასთან და არმიის საწვავით მომარაგების მდგრადი სისტემის არარსებობასთან ხანგრძლივი კრიზისის შემთხვევაში. ყველაფერს, რასაც ჩვენ ახლა ვყიდულობთ, ათასობით მილიარდ ევროთ სჭირდება საწვავი, საბრძოლო თვითმფრინავები, ხომალდები, ტანკები, სატვირთო მანქანები. საწვავი ესაა თავდაცვისთვის ჩვენი მზადყოფნის ყველაზე დიდი ფლანგი. ჩვენ მისი ამოვსება შეგვიძლია მხოლოდ მწვანე წყალბადით. ევროპა სოციალური ქსელების გამოყენების წესებს ამკაცრებს. 15-16 წლამდე ბავშვებს პლატფორმებთან წვდომა შეეზღუდებათ. ერთდროულად რამდენიმე ქვეყანამ, იტალიამ, ესპანეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, ფინეთმა და პოლონეთმა უკვე მიიღო ან ამზადებს კანონებს ასაკის შემოწმების შესახებ. კონკრეტულად რა ზომებს შემოიღებენ ქვეყნები, კონტროლის რა მექანიზმებს წარადგენენ და უკვე სად არის შეზღუდვები, ამოქმედებული თითოეული ქვეყნის მიხედვით ბარათებზე გაწერილია. Times-ი წერს, რომ ბრიტანეთმა შესაძლოა წელსვე აუკრძალო სოციალური ქსელები 16 წლამდე ბავშვებს. გაზეთის ინფორმაციით, ზაფხულის კონსულტაციების შემდეგ მთავრობა გეგმავს ოპერატიულად შემოიღოს შეზღუდვები, მათ შორის აკრძალოს აპლიკაციები მოზარდებისთვის, დააწესოს კომენდანტის საათი ტელეფონებზე, უსასრულო სქროლვა, გათიშოს და შეზღუდოს ჩატბოტები და VPN-ი. თემა ის კი არ არის გადავდგოთ თუ არა ამ ნაბის, არამედ ის, თუ როგორი იქნება შეზღუდვები, აცხადებს წყარო მთავრობაში. რეფორმების დაჩქარებისთვის, განიხილება მინისტრებისთვის უფლება მოსილების გაზრდა. მათ შორის შეძლონ კანონის შეცვლა ხანგრძლივი საპარლამენტო პროცედურების გარეშე. შესწორებები ასევე დაავალდებულებს სოციალურ ქსელებს შეინახონ გარდაცვლილი ბავშვების მონაცემები გამოძიებისთვის და გააფართოებს ხელოვნური ინტელექტის სერვისებზე ინტერნეტში უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნებს. მთავრობას საკუთარი შესწორებები შეაქვს კანონ პროექტში სკოლებში ბავშვების კეთილდღეობის შესახებ, რადგან აწყდება ბუნტის სულ უფრო მზარდ საფრთხეს. როდესაც კანონპროექტი მომავალ თვეში დაბრუნდება თემთა პალატაში, წერს გამოცემა. ინიციატივას პოლიტიკური დავა მოჰყვა. დეპუტატების ნაწილი მოითხოვს გადაუდებელ აკრძალვას, ოპოზიცია მთავრობას საკითხის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ კონგრესს განუცხადა, რომ ყველა დოკუმენტი, რომლის გასაჯაროების ვალდებულება ჰქონდა, იუსტიციის სამინისტროს გამოქვეყნდა და გახდა საჯარო, წერს გამოცემა. ჩამოთვლილი 300 ადამიანის შორის არიან პრეზიდენტი ტრამპი, ბარაკ ობამა და მიშელ ობამები, მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, ბილ კოსბი, რობერტ დე ნირო, ბილი და ჰილარი კლინტონები, ჯეი-ზი და კიმ კარდაშიანი. სიაში არიან ასევე პრინცი ჰარი, ვუდი ალენი, კამალა ჰარისი, მარკ ცუკერბერგი, ბრიუს სპრინგსტინი, ილონ მასკი, რომის პაპი იოანე პავლე მეორე, ნენსი პელოსი, წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფერსი, დემოკრატი ნიუ-იორკიდან, ბონო, ბიონსე და სხვები. აღნიშნულია, რომ ფაილებში ყოფნა არ გულისხმობს კანონდარღვევას ან თუნდაც პირდაპირ კონტაქტს ეფშტეინთან. ამ პირებიდან ზოგიერს ჰქონდა აქტიური კონტაქტი ეფშტეინთან ან მის თანამზრახვალ გისლენ მაქსველთან ელექტრონული პოსტის საშუალებით. მაშინ, როდესაც სხვები მხოლოდ ნახსენები არიან დოკუმენტის, მათ შორის პრეს რეპორტაჟების ნაწილში, რომლებიც არსებითად არ არის დაკავშირებული ეფშტეინის და მაქსველის საქმეებთან, განაცხადა იუსტიციის სამინისტროს ორმა ხელმძღვანელმა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი რუსულ სოციალურ ქსელ მაგში გამოეხმაურა გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანია ბუნდესვერს ევროპის ყველაზე ძლიერ არმიად გადააქცევს. ეშმაკო, დრო ხომ არ გეშლება, მიმართა მედვედევმა მერცს.
სტარმერის მთავრობამ გამოაქვეყნა ინსტრუქციები, რომლითაც ნებადართულია საწინააღმდეგო სქესზე სრული სოციალური გადასვლა დაწყებით სკოლებში. კონსერვატორები შოკში არიან, ექსპერტები კი განგაში ზარს მაგრამ მთავრობა გეგმავს ამ დოკუმენტის კანონის დონეზე გამყარებას. მედიის ცნობით ჯეფრი ეპშტეინის თვითმფრინავმა ლოლიტა ექსპრესმა 90-ჯერ იფრინა ბრიტანეთში და ერთ-ერთი მგზავრი გოგო პირდაპირ პრინც ენდრიუს საძინებელში მიდიოდა ბუკინგემის სასახლეში. სამეფო ოჯახის წარმომადგენელი წყლობით სარგებლობდა არასრულ ზღოვნების მომსახურეობით. პოლიცია კი ისე იქცეოდა, თითქოს ვერაფერს ამჩნევდა. კონგრესის ყოფილმა წევრმა და ტრამპის თანამებრძოლმა ტეილორ გრინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ურეკავდა მას და სთხოვდა შეეწყვიტა ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნების მოთხოვნა. ესაა გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მთავარი გზა, ესაა მთავარი მეთოდი. Deep State-თან დაპირისპირების და მდიდარი და ძლიერი ელიტების კრიმინალური კარტელის მხილების, რომლებიც ჩემი აზრით ყველაფერს აკონტროლებენ. საბოლოოდ გაირკვა, რომ ასეც ყოფილა. ამასთანავე დონალდ ტრამპი იბრძოდა, რომ ფაილები არ გამოქვეყნებულიყო. ის მიყვიროდა. თეთრი სახლის ზეწოლას ახდენდა ნენსი მეისზე. ლორენ ბობერტი და დახურულ ოთახში შეიყვანეს. არც კი ვიცი რა უთხრეს იქ მას. ისინი მუდმივად უტევდნენ ტომას მესის და ერთხელაც სექტემბერში მირეკავს თავად პრეზიდენტი. ის განრისხებული იყო, მიყვიროდა, ბრაზობდა, მეუბნებოდა, რომ მე მხარს ვუჭერ უმცროს რენდი პოლს. ის ფაქტობრივად ვლანძღავდა იმის გამო, რომ ხელი მოვაწერე ტომას მესის პეტიციას ეპშტეინის ფაილების კენჭისყრაზე გამოტანის შესახებ. მე კი ვცდილობდი მისთვის ამეხსნა, ბატონო პრეზიდენტო, ისინი ხომ ამბობენ, რომ თქვენ ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ, ეს უნდა გამოქვეყნდეს და ამაზე ვკამათობდით, როდესაც სატელეფონო საუბრის დროს მან მითხრა, მერჯორი, ჩემი მეგობრებისთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნება. როგორც ჩანს, მართლაც ასეა, რადგან ისინი ყველანი არიან ამ ფაილებში, წარმოიდგინეთ ეს ზარები. ყველა მათგანი ამ საზარელ სიაშია, ყველა მილიარდერი სახელმწიფოს მეთაური, განაცხადა მერჯორი ტეილორმა. ევროკომისია პანიკაშია უნგრეთში არჩევნების წინ. ბრიუსელი დადუმებულია, რომ ორბანს ზედმეტი კოზირი არ ჩაუგდოს ხელში და მას არ აკრიტიკებს. მეტიც, ევრომოხელეები მზად არიან ბუდაპეშტს კენჭისყრამდე 2,4 მილიარდი ევროც კი გამოუყოს, რომ არ შექმნას ევროკომისიისგან მტრის ხატი. ლუვრი კვლავ დიდი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. 10 წლის განმავლობაში მოქმედებდა თაღლითური სქემა, რომელიც გიდებს საშუალებას აძლევდა დღეში 20-მდე ჯგუფი მუზეუმში უკვე გამოყენებული ბილეთებით შეეყვანათ. დაკავებულია 10 ადამიანი, რომელთა შორისაც არიან მუზეუმში მომუშავე თანამზრახველები. საერთო ფინანსურმა ზარალმა 10 მილიონ ევროს მიაღწია.